თამთა პირდაპირ ეთერში ხარ თუ გესმის ჩვენ? შევიძლია ზორსაც აუგზალე მოსვლა სასამართლო პროცესში. მოგესალმებით, აი ნიკამელია გამოდის საკუთარი სახლიდან ახლა მას ეზო შეუდებია მედის წარმომადგენლები სავარაუდოდ პირველ კონტაქტს უნდა მოგვიანებით გააკეთებს რამდენიმე წუთში. ბატონიკა, მანამდე ჩვენ ვთქვათ, აი რა მოგწონია ვიზი ჩავდივართ კიდეს მოხდება თორე თქვენი დაკავება. რა არის რომ არ დამაკავონ და რომ დამიჭირონ როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ. გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ. ამიტომ სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. ძალიან გაუჭირდებათ, არ არის მარტივი ამ ყველაფრის ფონზე, არ არის მარტივი იმ ყველაფრის შემდეგ დააკავო გავრილოვის, ასე თქვათ, შემოპარვის და მე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარზეში ჩასმის გამო ვინმე საერთოდ მით უფრო ეხა უნდათ არ უნდათ ეხა პოლიტიკოს ამის გამო რო ვაკავებ არ იქნება მათთვის ადვილი ასე თქვათ გადასახარში და ადვით ვერ გამოძრებიან პოლიტიკურად და თესაվել ქარს და ქარს როცა თესავ ამობენ მერე ქარიშხალს მოიმკიო რა არ ვიცი ვერ გეტყვით ყოველ შემთხვევაში არ ამგონია რომ მე აპატიმრების შემთხვევაში ხა იქ ვიქნები შეზღუდული და ის 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი. აი ეს ნამდვილად არ ამგონია და მარტო ეს განცდა გამაძლებინებს ძალიან ადვილად იქ სადაც შეიძლება მოხდე არის. პატიმრობის შეფარდებაზე. აი როგორც ხედავთ ნიკამელიას გულახდილად გეტყვით ეხლა მაესტრო ჟურნალისტი მეკითხება რატომ გაქვს საბეჭდილება სანამ გაგცემ პასუხს ერთი წუთი რატომ გაქვს საბეჭდილება რომ ესა პოლიტიკური პროცესია და მე ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხი არ უნდა გავცე დიდ პატივისცემის და მიუხედავად რაც შეეხება ტევ პირველის კითხვას ტევ პირველის დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილისაც ისიც არის სამწუხაროდ რომ რუსეთის დროშა მიფრიალოს ადმინისტრაციულ თავზე საფურავზე რაც შეეხება იცით რა არის შეუძლებელი უბრალოდ იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკეთეს შემდეგ რაც ივანიშვილმა გააკეთებია ძალდატანებით დიდ ნაწილს ქართული ოცნების დეპუტაციას ხა დღეს რომ არ დამიჭირონ უბრალოდ ვერ გაამართლებენ გუშინდელ დღეს გესმით ანუ დამიჭერენ ვაია არ დამიჭერენ ვუია ყველა ვარიანტში არ დამიჭერენ ვაია არ დამიჭერენ ვუია კარგით დამიჭერენ თქვენ ფიქრობთ რომ თქვენი განეიტრალება არის მიზანი ჩვენ ეს კარგით ხახნო მაესტროს თერეთე გესაუბრეთ გუშინ ამას დაკავშირებით თქვენ ხარ რაც მენდები და მოსამართლეზე გიდა მურუსიძესთან გავიგე მაგრამ თქვენ შემოგევლეთ მურუსიძესთან დაკავშირებით იქ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით იქ რაღაცა აი ამ დეტალებზე ნუ მალაპარაკეთ არაფერს უაში არა ამას ვამბობ როგორ უნდა გაამართლოს ეხლა ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი დღის შემდეგ დღეს ჩემი არ დაჭერა ხო აი რა რიორი კუკითხოს დავსვებ კარგით არ გამოვაცო და თუ არ მოხდა ის რაც უნდა ამას რა აჯობებს ხო უბრალოდ თავისი თავი ტყვეობას ძალიან თხოვთ ხალბატონო ერთი წუთით ტყვეობაში იმიტომ მეკითხებით რომ რუსიზეზე რას ფიქრობ და სასამართლოზე და პოლიტიკური არის თუ არა ეს პროცესია მე მაინტერესებს რატომ წარმოადგენთ ქართული ოცნებისთვის საფრთხეს ეს ქართული უნდა კითხოთ საკმაოდ მწვავე რეაქცია მოხდა
დასავლეთის მხრიდან და თქვენ რას ფიქრობთ ივანიშვილს მოუწევს თუ არა დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა? ბიზინა ივანიშვილს დაემართა თავარი, ასე ვთქვათ, უბედურება გუშინ. თავარი რამ გაუფასურდა მისთვის? გაუფასურდა ფული, მილიარდები, აი როგორც საბჭოთა კავშირის დროს ქილებში რო ქონდათ ფული შენახული და რო გაუფასურდა ერთ დღეში და ხელ თავზე ხელი შემოიტყა. ხალხო დამეხარჯა ეს ფული, რატო ვინახავდი მიწაში ან სხვენში, ხო? იყო ესეთი ბევრი ადამიანი. გუშინდელმა დღემ აჩვენა ივანიშვილს, რომ მისი მილიარდები საქმეს ვეღარ უკეთებს. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მას აქვს, პლუს ის მილიარდები არ არის საკმარისი. აკეთოს ქვეყანაში, აღარ არის საკმარისი, მოდით ასე ვთქვათ, აკეთოს ის, რაც მას სურს და შედის სულ უფრო და უფრო ღრმა ჩიხში და ის მოქმედებები, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან, ეს არის აგონიური მოქმედებები. ხა საღჭუაზე მყოფი ადამიანი, მართველი რეალური ამ ქვეყნის, ხო? როდესაც არის უდიდესი ყურადღების ეპიცენტრში, მათ შორის ყველა მედია საშუალებების მხრიდან და ყველა მოქალაქის. ეხა სპეცნაზ სახში რატო შეიყვანდა და სპეცნაზთან ერთად რატო დაიძინებ, ხო? წარმოვიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი არის. ამიტომ სწორად გამიგეთ, ეხა ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც მოხდა, ეხა ვერ ვისაუბრებ, ეხა მურუსიძეზე. არაფერი ხარ რამოთ ჩვენება ბატონიკა დავსებს სადაც ერთ-ერთი მოწმე ბერიძე საუბრობდა, რომ თქვენგან იყო მოწოდებები, რომ აი მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ, უნდა შევიჭრათ პარლამენტში. მსგავსი რა ვარდების რევოლუცია მეორე მოწყოს, მსგავსი ჩანა არ არსებობს და ეს უნდა ეხლა რომ რაღაცა სისულელე თქვა და მე თავის მამორთები არ არსებობს და ბუნებაში ვერც იქნება რა სისულელე. პარლამენტის შენობაში ვიყავით ხახდო. თუ შეიძლება ეხლა მასაუბროთ. არა, მეც მაქვს პარლამენტის შენობიდან გამომაძევას, გუშინ თელეთო საუბრობთ ჩვენ. პარლამენტის შენობიდან გამომაძევა პარლამენტის კარგით, ეხლა ვისაუბროთ მაშინ მე და თქვენ მაშინ ხოლმე. არა, მეც მაქვს უბრალოდ კითხვა. გაგვიანდება ბატონიკა. პარლამენტის შენობაში ვიყავით სტომატარბაში და განცხადებას ვაკეთებდი და ჩემებური პროტესტის სახეობა დავაფიქსირე და თქვი რომ არ შემოვა და ვერ შემოვა კობახიძე სტომატარბაში სანამ არ გადადგება. და მე ეხლა ძალით გამომაგდეს ერთ-ერთ ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილთან ერთად შენობიდან. და ეხლა რა წინასა დაგეგმული იმას დასაუბრა. კარგად. მაშინ ასე როგორც ხედავთ, ნიკა მელია მიდის უკვე საქალაქო სასამართლოს შენობისკენ, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა მის მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით. მარიამ გაფრინდაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, რომელიც სასამართლოს ეზოში იმყოფება. მარიამ, რა ხდება ადგილზე? კეთი, საქალაქო სასამართლოს ეზოში მოდიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, იცით რომ რამდენიმე წუთში აქ მოვა თავად უკვე ბრალდებული ნიკა მელია, მანამდე კი კეთდება პოლიტიკური განცხადებები და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩემთან ერთად იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე. ბატონ დავით, როგორ აფასებთ თქვენ გუშინ განვითარებულ პროცესებს და ზოგადად აი ამ სასამართლო პროცესს რა მოლოდინი გაქვთ? კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, რომ ქართულმა ოცნებამ დაკარგა აბსოლუტურად ადეკვატურობის და სიმართლის აღქმა. ათასობით ადამიანი უკვე ერთი კვირა ქუჩაში დგას და ითხოვს დამნაშავეების დასჯას, ითხოვს გახარიას წასვლას, ითხოვს იმ ადამიანების გამოვლენას, ვინც ბავშვებს პირდაპირ დამიზნებით ტყვიებს ესროდა და რაც ხედავთ ვის ჯიან ამ დროს, ჯიან ნიკა მელიას. რატო? იმიტომ რომ არ მოწონთ ნიკა მელია. ის რაც გუშინ მოხდა პარლამენტში იყო სრულიად სამარცხვიდო, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი პროკურატურის მხრიდან რა დააშავა ნიკა მელიამ. მესმის რომ ნიკა მელია არ მოწონთ. გასაგებია, ოღონდ არ მოწონებას და დანაშაულს შორის გადის უზარმაზარი ზღვარი და გუშინ საქართველოს პროკურატურამ და პარლამენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილებით წაშალა ეს ზღვარი და ადამიანი, რომელიც პოლიტიკურად არ მოწონთ, ყოველგვარი საბუთის, ყოველგვარი ბრალდების, ყოველგვარი ფაქტის გარეშე გაწირეს დასაპატიმრებლად. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რა თქმა უნდა ეს არის ცდელობა გადაიტანონ აქცენტი გვარამი
გახარიას გადადგომიდან ოპოზიციის დევნაზე და ეს არის კიდევ ერთი გამოწვევა ქართული საზოგადოების. მე ვიდა თითოეული ადამიანს უთხრა, რომელსაც ასევე შეიძლება მოწონს ან არ მოწონს მელია, მოწონს ან არ მოწონს ბაქრაძე. მოწონებაზე კი არ არის საქმე. ეს არის ჩვენი გამოწვევა. იმ დროს, როცა ჩვენ ვითხოვთ იმ ხალხის გამოვლენას და დასჯას, ვინც ბავშვებს ტყვიებს ესროდა და იჭერენ ოპოზიციის წარმომადგენელს, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი გამოწვევა. თუ ჩვენ ეს გადავყლაპეთ და ამას შევეგუეთ, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ხალხის ხმა არასდროს არ იქნება გაგონილი. ამიტომ თითოეული ადამიანისთვის დღეს აქ პოზიციის გამოხატვა და ამ უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, ეს არ არის მხოლოდ მელიას დაცვა. ეს არის ხმის ამაღლება იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. დიდი მადლობა, ეს იყო დავით ბაქრაძე, ასევე აქ იმყოფება თამარ კორძაია. ქალბატონ თამარ, არის თუ არა ეს მცდელობა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაანეიტრალოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური ლიდერები? თქვენ როგორ ხედავთ, რა ჭრილში ხედავთ ამ პროცესს? ბიძინა ივანიშვილს ალბათ უკვე მხოლოდ ისე იზმრება, რომ ოპოზიციური პარტიები გათიშოს და დაასუსტოს მის მოწინააღმდეგე ძალთა ერთობა, მაგრამ პირიქით ხდება, თქვენ ხედავთ, რომ დღეს ამ სასამართლოსთან, რომელიც რეალურად მხოლოდ შენობა დარჩა და თავისი არსი მართლმსაჯულების უკვე აღარ გააჩნია, იკრიბება ყველა, იმიტომ რომ ყველა აცნობიერებს იმას, რომ არ შეიძლება ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი გაიმეტო არაფრის გამო დანაშაულის არარსებობის გვაქვს სახეზე დანაშაულის არარსებობა და მაინც ეს გაერთიანებული მოძალადეების ხელისუფლება თვითნებობს იღებს გადაწყვეტილებას ძალადობს საზოგადოებაზე და დღეს უნდათ რომ მას პატიმრობა შეუფარდოთ. მოსამართლე გოგოხიას მინდა მივმართო, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი შემსრულებელი დავალებების, რომ დღეს ის საკუთარ თავს გამოუწეს გადაწყვეტილებას და არა ნიკა მელიას. ამიტომ ჯობია რომ ამ წუთას ის დაფიქრდეს, სანამ სასამართლო დარბაზში შევა. ნიკა მელიას მიმართ რაც გუში მოხდა, ეს არის ძალადობა თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ, ეს არის ჩაგვრა უმცირესობის პოლიტიკაში და სხვა არაფერი. ეს არ არის პოლიტიკა და ეს არ არის სახელმწიფოს შენება. დიდი მადლობა, ეს იყო თამარ კორძაია, როგორც გითხარით, აქ არის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო. გიგი უგულავა იმყოფება ჩვენთან ერთად, რომელიც ასევე 20 ივნისს განვითარებული პროცესების შემდეგ დაიბარეს გამოკითხვას. არ დაუბარები ხართ, ხო, ყოველ შემთხვევაში კი, გავრცელდა ეს ინფორმაცია. ბატონ გიგი, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? არის თუ არა ეს მცდელობა ოპოზიციური ლიდერების განეიტრალების და რას ელოდებით სასამართლოს? ცოტა ფართოდ რო შეხედო, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ადგილზე არსებული ყველა ლიდერის პარალიზება, ნეიტრალიზება, განეიტრალება გააკეთოს, იმიტომ რომ დაინახა ერთი რამ, რომ სინერგიის შემთხვევაში ის წააგებს არჩევნებს და ის წააგებს დათმობს უპირატესობას, მათ შორის მორალურ უპირატესობას. მე ვნახე ის საქმე, რომელიც მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი, უბრალოდ აი სასაცილოა იქ რაც წერია, უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცა. მთელი საქმე აგებულია 3 პოლიციელის და 2 ვითომ ჟურნალისტის ჩვენებაზე. აქედან ეს ჟურნალისტი იძახის, რომ უბრალოდ ჟურნალისტად წოდებული, იმიტომ რომ თვითონ იძახის. არა, თვითონ იძახის, რომ მე ვარ უმუშევარიო და მეგობარს წავყევიო აქციაზე სამუშაოთო და შემდეგ ყვება რომ 1000 რაღაცას ყვება. მოკლედ რომ აი თათბირი იყო და ვარდების რევოლუცია დაიგეგმა და მე ჩემ მოვალეობა ჩავთვალე შემეტყობინებინ, აი სასწაულები წერე, აი პატაკი არის ჩვეულებრივი, აი სუსის აგენტის პატაკი წერია იქ. მაშინ როდესაც ყველაფერი პირდაპირ ეთერში მიდიოდა, ყველა თელმა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. იქთან ისე არის გაკეთებული, რომ ფაბრიკაც როგორც გინდა ისე გააკეთებ. გინდა რომ მელია დაიჭერო, კი ბატონო მელიას დაიჭერო. გინდა რომ აგერ პროფესორი რატიანი დაიჭერო, პროფესორ რატიანს დაიჭერო. გინდა უგულავა, გინდა უგულავა. გინდა შალვა შავგულიძე. ნებისმიერს მოკლედ არის, როგორც იტყვა, აი რუსები როგორც იყო, ნავსე случаи жизни არის ყველასთვის ისა, რა ქვია. ყველასთვის არის ადგილი განკუთვნილი და იმის მიხედვით ახლა როდის მოეწონება ივანიშვილს ვის დაჭერა მოუნდება დაავალებს და აი ამ შეთითხნილი საქმის საფუძველზე შეგიძლია ნებისმიერი, რა ვიცი, ჟურნალისტი, თქვენ თუ იქ იყავით რაღაცა თათბი და თქვენს დაგიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ, რასაც გინდათ იმას გააკეთებენ და ხა საერთაშორისო ზეწოლა დიდია უკვე, იმიტომ რომ განსაკუთრებით გუში რაც ოცნებამ გააკეთა
აი საბჭოთა სასამართლო რომ მოაწყეს, აი პირდაპირ აი მორალურად ადგენენ და ჩაიხადეს ბოლომდე და თავისი საბჭოთა საზიზღარი კოლექტიური დაგეშილის სახე წარმოაჩინა ქართული ოცნების უმრავლესობამ, აი ერთ კაცს 91 აი გახევებული ერთ მასად ქცეული, ამორფულ მასად ქცეული უბედურება იყო ეს და აი ეს უბედურება მართავს დღეს ქვეყანას. გიგი, მე ნახე თქვენი Facebook პოსტი, როდესაც დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში ერთგვარი დერეფანი გაგიკეთეს და ფსიქოლოგიურ ამ წუთებში უკაცრავად მოვიდა პროკურორი სასამართლოში და ის კომენტარს აკეთებს და ამ კომენტარის მოსვენის საშუალება თქვენ გაქვთ პირდაპირ ეთერში. შესაძლოა ზემოქმედების ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის, ასევე მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული, დაარღვია, ასევე მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულების გუშინი არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენების გასაცნობად და ჩასაბარებად. რაც შეეხება დავასრულებ, რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მათ შორის მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს უგაცავად დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი დღევანდელ სტომაზე დეტალურად იქნება განხილული. თქვენ გექნება შესაძლოა. ამბობს, რომ მოწმეთა უმრავლესობა არიან პოლიციელები. რამდენად არის ეს ლოგიკური საფრთხე, რომ ელიამ შეიძლება პოლიციელებზე მოახდინოს ეს? კი ბატონო, საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები, როგორც გუშინაც აღვნიშნეთ, ჩვენ საქმეზე ბუნებრივია დაიკითხებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობდნენ, ასე ვთქვათ, იქ იმდინარე მოვლენებში. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ის პირები, ვინც მისული იყვნენ მიტინგზე და წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ, მოქალაქეებს არასამართალდამცავი რატომ მეორდებიან მოწმეები კირკიტაძის და მელიას საქმეში? ერთ-ერთი უკვე დაასახელეს ალექსი ბუიშვილი, რომელიც მეორდება კირკიტაძის. რომელიც დაასახელდა გუშინ რეალურად არ მეორდება, რამდენადაც მე მაქვს აღნიშნული დამადასტურებელი ინფორმაცია, კირკიტა ეგრეთ წოდებულ კირკიტაძის საქმეში მისი მოწმედ დაკითხვა არ ყოფილა, ის არ წარმოადგენდა მოწმეს ამ საქმეში. თუ დაცვის ხარეს გააჩნია განსხვავებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმედს ვიტოვებთ. მელიას საქმეზე ხომ არის ის დაკითხული, ახსნა ჩამორთმეობა. კი ბატონო, იმედს ვიტოვებთ, რომ დაცვის ხარე წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ საკითხს, რაც იქნება განხილული აღკვეთის ღონისძიებაზე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ მოისმინოთ დღევანდელ სტომაზე და შემდგომში ასევე ჩვენი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების გარდა საფრთხეს ხედავთ მელიას თავისუფლებას. მე ის საფრთხეები, რაც შუამდგომობაში ჩვენს მიერ არის მითითებული, დეტალურად თითოეულ საფრთხეზე იქნება სასამართლოს ხდომაზე გაკეთებული ჩვენს მიერ განმარტებები და ჩვენი დასაბუთება იქნება წარმოდგენილი. დიდი მადლობა. როგორც ხედავთ, საქმის პროკურორი უკვე მივიდა სასამართლოში, ამირან გულუაშვილმა იმტკიცებულებებზე გააკეთა განმარტება, რომელიც საქმის მასალებში დევს და აქვე განაცხადა, რომ არსებობს ნიკა მელიას მიმალთვლის საფრთხე, რადგან ის გუშინ დაბარებული იყო, თუმცა მის მაგივრად ადვოკატი გამოცხადა. ვნახოთ, ნიკა მელია რას უპასუხებს პროკურორის ამ განცხადებას, ის გზაშია და მიემართება საქალაქო სასამართლოსკენ. თამთა დოლენჯაშვილს ვთავთ ახლა, შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. განმარტა, რომ თქვენი მიმალვის საფრთხე არსებობს, რადგან გუშინაც არ გამოცხადეს ადგილზე, რას უპასუხოთ აი ამ ბრალდებას, რასაც პროკურორი თქვენს წინააღმდეგ ხაჟღერებს. ახალ კითხულობდი, რა მიმალვის ჯერთიც პარლამენტში ისინი თვითონ თავად აბსურდში შევიდნენ, მე მართლა ვერ ვაცნობიერებდნენ. ეხლა ჯერ კიდევ იმ დროს პარლამენტის წევრი ვიყავით და საკომიტეტო მოსმენები იყო და პარლამენტში ვიყავ, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტს არ დავსწრებილა, ხო? საათი ეს ერთი და მეორე ხა ამ გამომძიებებმა მომწერა, შემდეგ ვკითხულობ, რა მომწერა გუშინ წინ რამე. ბატონო ნიკანორ, გიკავშირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო გაწოდა ისა. რო წაგიკითხოთ ეხლა, ხო არა ხო? ანუ ადამიანმა მომწერა და მითხრა, რომ თუ შენ ვერ მოხვალ ადვოკატი გამოუშვიო, თუ ადვოკატი ვერ მოვა ჩვენ დაგინიშნავ სახაზინო, აი წავიკითხე, მოდი, იმედი ახლა. ბატონო ნიკანორ, გიკავშირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან გამომძიებელი ბექა ნურამიშვილობა აქვს. გაცნობეთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია ბლა ბლა ბლა.
ბრალდების ადგენზე ასე შედეგი. ასევე გაცნობებთ, რომ თუ არ გამოცხადდებით საგამოძიებო ორგანოში თქვენ ახლო ნათესავს მოგეცემოთ გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად, თუ მოცემულ ვადაში არ აიყვათ ადვოკატი დაგენიშნებათ სავალდებულო წესით. პროკურორი ამ მისი დავალების გამოძიება ბრალის წასაყენებლად იძახებს ადვოკატს, რომელსაც გაეცნობა ბრალდების დადგენილება და აღნიშნული ჩაითრება ბრალის წაყენებად. მე ეს რომ წავიკითხე, ჩავთვალეთ, ბრალის დადგენილება უნდა გადმოგცეთ და მოგზანდით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხალხო ეხა ამ იწლობით იყოს ეხა რა ბავშვები ხო არა ვართ ეხა გუშინდელი დღის შემდეგ რაც მათ ჩაატარეს აი უხერხულად გძნობდა არავის არც ერთ ჟურნალისტს ეხა მაესტრო ჟურნალისტი ცოტა ვაწყენია მე მგონი მეკითხება მურუსიძესთან დაკავშირებით ჩინჩაძესთან დაკავშირებით რას ფიქრობთ პოლიტიზირებული ეს პროცესი არ არის გუშინ რაც ქნეს როგორ ფიქრობთ აი გუშინ რაც ქნეს და ახლა რო არ დამიჭირო გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლოს ხო ანუ ჩიხშია რა, სხვა გზა არ აქვს, ხო, სხვა გზა არ აქვს. ეხლა არ დამიჭერს გამოვიტყვი გუშინ აბა ამას კარადი რთულია მისთვის ჩემი დაჭერა, ეხლა ბუნებრივია, იმიტომ რომ კიდევ უფრო დაიფლითება მისი ეს ოლიგარქიული არსენალი, იფლითება და ეხლა დამიჭერს ვაია, არ დამიჭერს ვუია, ერთი სიტყვით ეხლა გამომძიებელი თუ პროკურორი რა სიტყვის ახლა ისე ნუ გამოვიყვანთ რომ მართლა ვიღაცა პროკურორი ზის რაღაცა არ არის არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროცესს სამართალთან რაზეა ლაბორატორი ხო არანაირი და ხა პატივისცემა ჩემს არ ვიცი პროკურორს დამოძიებას მაგრამ ხა როგორც მე არ უნდა ეკითხება იმ საქმეში რომელშიც არ უნდა მეკითხებოდნენ არ ვიცი ხა ლაბორატორიაში რამე ანალიზს თუ აკეთებს ბიოლოგიურს ისე არავინ არ გეკითხებათ ეხა თქვენ მე დღეს დამიჭერენ თუ არ დამიჭერენ ხა დიდი მადლობა ბატონო ნიკა ჩვენისავ დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში ძალიან ჩვენ პირდაპირ ეთერს გზიდან ვახორციელებთ ნიკა მელია მიემართება საქალაქო სასამართლოში ჩვენ მას ისევ დაუბრუნდებით გადაცემის მსვლელობისას მანამდე კი ისევ უბრუნდებით საქალაქო სასამართლოს ეზო სადაც სიკრიბებიან უკვე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მარიამ პირდაპირ ეთერში ხარ დიახ მე როგორც ხედავთ საქალაქო სასამართლოს ეზოში მოდიან როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ასევე ნიკა მელიას მხარდამჭერები გიგი უგულავა იმყოფება ჩემთან ერთად ბატონო გიგი პროკურატურამ დაადასტურა რომ ითხოვს პატიმრობას პრინციპში ეს მოულოდნელი არც ყოფილა ჩვენ საუბრობდით თქვენს პოსტთან დაკავშირებით ფსიქოლოგიური ზეწოლა რომელიც განხორციელდა თქვენს მიმართ გლდანის ციხეში როდესაც ერთგვარ დერეფანში გაგატარეს ხო ხმაურის ფონზე გამორიცხავთ რომ მსგავსი ზეწოლა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ზოგადად აი ეს პროცესები არის მიმართული იმისკენ რომ ვთქვათ გაანეიტრალონ ოპოზიციური ლიდერები მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლა გუშინ როცა უყურებდი მელიას საბჭოთა სასამართლოს ანუ საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს გუშინ რაც მოყოს ეს სამართლო ისე რა თვალწინ ამ თემაზე მე არასდროს საჯაროდ არ მილაპარაკებ და სასიამოვნოა ამაში არაფერი არ იყო პირველი დღე როცა დამიჭირეს წამოყვანეს გლდანის ციხეში და ეს იქ რამდენიმე კორპუსია და მე გამახსენდა რომ გვარამიასაც იგივე გავკეთეთ ყურა ეს ქართული ოცნების ისა უყვართ უმრავლესობაში რო არიან და ასე უნდათ რომ ადამიანი დაჩაგრონ და აი ამ კორპუსებში აი უბედურება გუგუნი აი კორპუსები წყდებოდა ხეები რო ქარიშ ხალხში წყდებოდა აი დაახლოებით ესე და აი ესე ფსიქოლოგიურ ატაკას კეთებენ ნუ ხა ამის შედეგი რა თქმა უნდა არც არაფერი ისეთი არ იყო ზუსტად აი ეს განცდა მქონდა როცა გუშინ უყურებდი მელია სასამართლოს ეს 90 უთავმოყარეო ერთ მასად ქცეული დეპუტატები აი უსახურობა საოცარი უსახურობა როგორ აწვებოდა ერთ ადამიანს რა და აი ეს არის ამის შედეგი პროკურატურა სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა ეხა პროკურატურამ პარლამენტში შეიტანა წინასწარ პატიმრობაზე ეხა სხვას ვერ იზამს ერთადერთი სასამართლომ თვითონ დამოუკიდებლად ეს სასამართლო ერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ეს დეპუტატის მოსამართლე გოგოხი არის ცნობილი არის ჩინჩალაძეს ყავდა ცხეთის პროკურატურაში ჩინჩალაძის კადრია ამ ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის წევრია რასაც ისინი ეთქვენ გააკეთებენ თუ საერთაშორისო ზეწოლა იქნა ან არ იქნა ან საკმარისი იქნა ან ოდნავ თუ გამოფხიზა მთავრობა შეიძლება მოსამართლეს დაავალონ და გირაო გამოიტანოს მე ამას არ გამოვიწყავ თუმცა ამათი ჯანსაღი აზრის ფარგლებში ესენი აღარ მოქმედებენ კონვულსიური აგონიური მოქმედებებია ხედავთ ჩვენ 20-დან მოყოლებული მე-7 დღეა
ამას და ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი. ისე ვიმეორებ, ეს ისეთი საქმეა, იმ საქმეს შეგიძლია დაიჭირო, აი ადვოკატი შალვა შავგულიძიდან დაწყებული და პროფესორი რატიანი დამთავრებული და ნუ აი საღადაო და სასაცილოდ აქცევენ ყველაფერს რა და ჯობია დაბრუნდეს სახელმწიფო რაღაც ნიშნულზე გადააყენონ გახარია პროპორციულზე შევიმუშაოთ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და ჩავატაროთ არჩევნები ისე რომ ეს კრიზისი სხვანაირად უბრალოდ არ განიმუხტება ეს არის მთავარი ამოცანა ეხა ჩვენ დიდი მადლობა გიგი უგულავა იყო ჩვენთან ერთად ასევე აქ იმყოფება გიორგი ვაშაძე ბატონ გიორგი რა მოლოდინი გაქვთ ჩვენ ვიცით რომ პროკურატურა ითხოვს პატიმრობას თუ რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოს არ ვიცი ხა მოდით პირდაპირ თქვათ რომ ჩვენ მივეჩვიეთ რომ სასამართლო უბრალოდ არის ხოლმე სანოტარო კანტორა რომელიც ყველაფერს ხელს უწევს რითაც შედის პროკურატურა ჩვენ გუში ვნახეთ რომ მტკიცებულებებზე ლაპარაკიც კი არ არის არაფერი მტკიცებულება არ არის რამდენჯერ იძახეს გუში რომ რაღაც დამატებითი ვიდეოებია დამატებითი ჩანაწერებია არც ვიდეოებია არც ჩანაწერებია არც არაფერი არ არის და უბრალოდ პოლიტიკოს ჯიან საჯარო განცხადებისთვის ესეთი რამე არ ყოფილა არც საქართველოში არც დემოკრატიული სტანდარტი არ არის მე მინდა ცალსახად უთხრა რომ გუშინ ძალიან ინტენსიური საუბარი ჰქონდა დიპლომატიურ კორპუსთან და ყველა აბსოლუტურად შეშფოთებულია იმ პროცესით რაც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო იმის ნაცვლად რომ ასრულებდეს მოთხოვნა საზოგადოების გადააყენოს გახარია და ნორმალიზებისკენ წაიყვანოს პროცესი პირიქით ესკალაციისკენ მიყავს ყველაფერი პირიქით უნდა რომ დაძაბოს სიტუაცია პირიქით უნდა რომ არიოს ყველაფერი რატო აი მე ვფიქრობ რომ ეს არის ხოლმე რაღაცნაირად ასე ვთქვათ გზასაცდელი და გონებასაცდელი ადამიანები ხშირად რაღაცა ლოგიკას ვეძებთ ხოლმე არც იანუკოვიჩს ჰქონდა არანაირი ლოგიკა არც სხვა ასე ვთქვათ ამ ტიპის ავტორიტარებს არანაირი ლოგიკა არ ჰქონდა ულოგიკოდ ჩვენთვის გაუგებრად იქცევიან. დიდი მადლობა. ხატია დეკანოიძე იმყოფება, ასევე და ის ცელოდება პროცესის დაწყებას. ქალბატონ ხატია, ჩვენ ვნახეთ დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო ორგანიზაციების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა მოლოდინი და საზოგადოების განწყობაც ვნახეთ. პრინციპში უნდა გითხრათ, რომ გუშინ, როდესაც ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები ვნახეთ და ეს მოწმეები არიან იცის ძალიან კარგად სუსის თანამშრომლები და შალვა რამიშვილის კანტორის თანამშრომელი ერთი სიმართლე გითხრათ ეს არის მართლაც აი ამ მოწმის ჩვენების საფუძველზე როდესაც პროკურატურა შედის პარლამენტში და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს იმუნიტეტს უხსნის ბიძინა ივანიშვილის 92 მონა დეპუტატი აი ეს არის ზუსტად დიქტატორის გაფორმება მარიამ ეს სხვა არაფერი არ არის იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ოდნავ მცირე დემოკრატიის პირობებშიც კი ესეთი ამ ჩვენებების საფუძველზე იჭერდნენ პარტიის ლიდერს და დეპუტატს და იმუნიტეტს უხსნიდნენ. ამიტომ მე ვფიქრობ ესეთ რამეს. პარლამენტმა დაკარგა ლეგიტიმაცია, მთავრობამ დაკარგა ლეგიტიმაცია და დღეს ვნახეთ რომ ბახტაძე არ მივიდა პარლამენტში, იმიტომ რომ ეშინია ზოგადად იმდენად სიმხდალე გამოამჟღავნა რომ ეშინია ზოგადად პარლამენტის და ოპოზიციის და ადამიანების საზოგადოების დაკარგეს ყოველგვარი ლეგიტიმაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რაც არის, ეს არის რომ ნიკა მელიამ გუშინ ბოლომდე ჩამოგლიჯა ნიღაბი თუ რაიმე ოდნავ ფასადური ნიღაბი მაინც ქონდა რეალურად ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს უნდა გვესმოდეს რომ აი ზუსტად ეს ეხდება დიქტატორების ხელში პოლიტიკური საქმიანობიდან ადამიანების ჩამოცილება. დიდი მადლობა ეს იყო ხატია დეკანოიძე სალომე სამადაშვილს ვხედავ ასევე აქ ქალბატონ სალომე საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საზოგადოების შეფასებები რამდენად მოახდენს გავლენას ზოგადად აი ამ პროცესებზე და რამდენად გაითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლება ამ განწყობებს. ძალიან რთული ვითარება არის. ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ ძალიან მკაცრი გაფრთხილებები მიიღო უკვე შესაბამისად ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ევროკავშირმაც გადასცა შესაბამისი გზავნილები. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, როდესაც ახლა 2 ივლისს შეიკრიბება უკვე ევროპარლამენტი ახალი და უკვე მათ მიეცემათ შესაძლებლობა რომ ოფიციალურად დააფიქსირონ პოზიციები. რეალურად პოლიტიკური ოპოზიციის დევნით ბიძინა ივანიშვილს უკვე ჩიხში შეყავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ახლა ვფიქრობ რომ ყველაფრის მერე რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში გასულ 2 კვირაში
ისედაც აღარ არის უკვე შეკითხვები, საითკენ მიექანება ეს ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. ეხლა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენ რა თქმა უნდა დავიცვათ ნიკა მელიას უფლებები, ყველა სხვა პოლიტიკური ოპოზიციის უფლებები, სამოქალაქო აქტივისტების უფლებები და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივაღწიოთ გახარიას გადაყენებას იმისთვის რომ ხელისუფლება მიცოდეს რომ მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა ყველაფერზე. დიდი მადლობა. შალვა შავგულიძე იმყოფება ასევე საქალაქო სასამართლოს ეზოში. ბატონ შალვა, მოგესალმებით. თუ მოისმინათ გუშინ პროკურატურის წარმომადგენლის გამოსვლა პარლამენტში და მტკიცებულებებზე რა შეგიძლიათ გითხრათ, რომელიც წარმოადგინა ბრალდების მხარემ, საუბარია აქვს აქ 6 მოწმეზე, რომლებიც არიან ძალოვანი უწყების და ქართული ოცნების მხარდამჭერები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე? რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, სამართლებრივი საფუძველი ამას არ გააჩნია. ჯერ თავად ფაქტი არ არსებულა იქ ამ დანაშაულის შემადგენლობის და არც ერთი დანაშაულის შემადგენლობის არა თუ ნიკა მელიას მოქმედებებში, არამედ არავის მოქმედებებში იმ საპროტესტო აქციის წარმომადგენლებს გულისხმობ და თუ იქ ვინმე დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ჩაიდინა. და თავად აი იმ გამოსვლაში, როდესაც პროკურატურის წარმომადგენელი ცდილობდა დაესაბუთებინა ის იმ მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, რომ ზეპირად მაინც ეთქვა თუ რა მტკიცებულებებს შეიძლება ეყრდნობოდეს აი ეს მოთხოვნა. ну, რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ გადაათამაშოს, თქვენ ხედავთ დღეს უკვე როგორი საერთაშორისო გამოხმაურება ნეგატიური მოყვა ხელისუფლების აი ამ მოქმედებას. კერძოდ იმუნიტეტის მოხსნას ნიკა მელიასთვის და ასეთი რეპრესიების დაწყებას. შეიძლება ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაათამაშოს, მე არ გამოვრიცხავ და სასამართლო წარმოაჩინოს კარგად, ეს მას სჭირდება, ვინაიდან ამ საგაზაფხულო სესიის რიგარეშე ეს ხდომებზე სურს მურუსიძის სია დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში და ნიკა მელიას არ შეუფარდოს პატიმრობა, მაგრამ გამოიყენოს ისეთი ძალიან შემზღუდავი ახვითი ღონისძიება, შინა პატიმრობა აუკრძალოს კონკრეტულ პირებთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება პატიმრობა, ეს იქნება აი ასეთი სხვა განსხვავებული შეზღუდვები, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და აქვე ერთ სიტყვი რომ რეალურ სამართლებრივ პასუხისგებლობას ვერ აიცილებს დამნაშავე ხელისუფლება და ძალიან კონკრეტულად შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ბრძანების გარეშე ვერ მოხდებოდა აი ის პირდაპირ დახვრეტა აკრძალული იარაღით მშვიდობიანი მომიტინგეები. ბატონ შალვა, აქ ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ მოსამართლე თემურ გოგოხიაზე, აცხადებენ რომ ის არის მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის წევრი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ აი ამ მოსამართლესთან დაკავშირებით? ну, მეც უბრალოდ ვნახე რამდენიმე ფოტოები, სადაც ესე სადღაც რესტორნებში ერთმანეთს ჩახუტებულები და ბედნიერები და გაღიმებულები არიან, მურუსიძე და ეს კლანი და მათ შორის ბატონი გოგოხია, მაგრამ ამას არა აქვს ვიმეორებ. ეს იქნებოდა გოგოხია, ეს იქნებოდა ვინმე ნებისმიერი სხვაგვარი, სასამართლო სრულად კონტროლირდება ამ კლანის მიერ, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების მიღწევა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ასეთია ივანიშვილის სამართალი, ეს არის მურუსიძის სამართალი და შეასრულებს იმას. ნიკა მელია უკვე ჩემი ინფორმაციით შემოვიდა საქალაქო სასამართლოს ეზოში და უკვე სულ რამდენიმე და ამ წუთებში აკეთებს ის განცხადებას და ეს ამ განცხადების მოსმენა გიჭერენ პრობლემა არის ივანიშვილისთვის, არ გიჭერენ, მაინც პრობლემა არის. ეხლა გუშინ რაც მან ჩაატარა და რაც მან იკადრა და რაც მან აკადრებია იმ ხალხს, ვინც არ ვიცი 91 ადამიანი აბა რას ემსახურებოდა, ხო? უბრალოდ რთულია, წნეხი არის მათ შორის. ბატონ ნიკა, რა ეთქვით იმ ადამიანებს, ვინც თქვენს წინააღმდეგ მისაჩვენება, სუსტი ჩვენებებია. მტკიცებულებები, ჩვენებები რა ხა პროკურორის განცხადება მოვისმინე, გითხრეს პროკურორის განცხადება, გუშინ არ გამოცხადდა საბრალდებო დადგენილების ჩასაბარებად, მიუხედავად იმისა, რომ დავიბარეთ დილისაც საათზე არ პარლამენტში ვიყავი და ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ალბათობას და გვიჩვენებს რამდენად უპასუხისმგებლობა არის მელიაო, შეიძლება მიიმალოსო. ახლა ასეთ განცხადებას რო აკეთებს ადამიანი, არ ვიცი, ყველა შემთხვევაში იზინა ივანიშვილი ხალხო არის დამარცხებული, შეშინებული, აგონიაში მყოფი ადამიანი. მაგრამ ყველაზე მთავარი რამ უთხარი თქვენ კოლეგებს, მაგრამ გავიმეორებისებ, გუშინ დაკარგა
საბოლოოდ ყველაზე მთავარი და ყველაზე ძვირფასი მისთვის, რითიც ის დღემდე იყო იქ, სადაც არის. ანუ დაკარგა ფული. დიახაც მისმა ფულმა დაკარგა მსყიდველობით უნარიანობა. გესმით? აი დაახლოებით, როდესაც გაუფასურდა ფული კილებში შენახული ბევრი მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის ათწლეულების წინ ერთჩვენიერ დღეს ხო და მე ძალიან ბევრმა ინანა გუშინდელმა დღემ ბიძინა ივანიშვილს იგივე შედეგი მოუტანა ფული მატერიალური სახით ასე თქვა დარჩა ხო ბანკის საბანკო ანგარიშებზე და სახლში ძალად მაგრამ ღირებულება სკიდელობით უნარიანობა იმ ფულს აღარ აქვს იმ ფულით ის ვეღარ მართავს იმ ფულით ის პროცესებს ვეღარ უძღვება ისე როგორც მასურდა აი მე მგონი გავცემ თქვენ კითხვის პასუხს იმით რასაც ვამბობთ რთული იქნება დაკავება ჩემი თუ უნდა გაუჭირდეს ძალიან, იმიტომ რომ არანაირად კისებულება არ არსებობს ხალხო, არანაირად კისებულება არ არსებობს, ეხლა რაღაცნაირად ხო უნდა გაამართლონ, ხო? ეხლა რის გულისთვის და ვის გულისთვის, თან ეხლა გავრილოვის გულისთვის, ძალიან რთული იქნება და ძალიან დიდ ქარს დათესავს, რომელიც მე რას მოიმკის ჩემზე კარგად იცით, ქარიშხალს, ხო და დანაშაულის ნიშნებს არ შეიძლება. ერთი წუთით არა, კატეგორიულად არა. ეს ერთი და რომ რაღაცა შეიცავდეს, იმას მტკიცებულებები ჭირდება, ხო? ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბიძინა ივანიშვილი არის ურთულეს მდგომარეობაში. იგი ცდილობს, რომ პოლიტიკური ეს პროცესები მიანავლოს, მაგრამ პირიქით გამოსდის. ტემპერატურას თავად სცემს, რაც ნამდვილად არ უნდა. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაკავება იქნება რა თქმა უნდა უკანონო მაგრამ არ დაკავება ყველას ვაფიქრებიებს რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო ასე თქვა აქტი რომელიც ჩაატარა პარლამენტში და პროკურატურაში იმიტომ რომ მაშინ ეხა შენ თუ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინე შენ თუ ასე თქვა ვერ დააჯერე შენი მემართული მოსამართლე რომ დასაჭერი ეს ადამიანი ის 91 დეპუტატი როგორ დააჯერე რომ იმუნიტეტი დამოისოთ მე მადლობა ხდება რომელსაც თქვენ უსმენთ ნიკამელიამის განცხადებას პროცესის დაწყებამდე გააკეთა თქვენ კადრშიც ხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და ბევრია პროცესზე დამსწრე ადამიანთა რაოდენობა. რა ხდება უკვე სასამართლოს შიგნით? ნათია ტრაპაიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნათია გისმენთ. დიახ, თქვენ ახლა კადრშიც ხედავთ რა ხდება ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს უკვე პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა. პრინციპში უკვე გადაცდა 12 წუთით 2 საათზე იყო ჩანიშნული სხდომა, სადაც მოსამართლე თემურ გოგოხიამ უნდა განიხილოს პროკურატურის შუამდგომლობა ნიკამელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. თავდაპირველად იყო ნათქვამი, რომ სხდომა გაიმართებოდა მე-14 დარბაზში, ანუ საქალაქო სასამართლოს სხვა ფლიგელში. ეს არის პატარა დარბაზი და სავარაუდოდ ხალხის სიმრავლის გამო დარბაზი შეიცვალა. ამ დროის მონაცემებით სხდომა, სადაც მოხდება პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა, გაიმართება მეორე დარბაზში. ეს არის შედარებით დიდი დარბაზი, თუმცა ხალხის ამ რაოდენობას სავარაუდოდ ვერც ეს დარბაზი დაიწევს. ერთადერთი დიდი დარბაზი ამ სასამართლოში ეს არის პირველი დარბაზი, სადაც ძირითადად ნაფიცი მსაჯულების და დახურული პროცესები მიმდინარეობს ხოლმე, თუმცა რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამ დროისთვის იმ დარბაზშიც მიმდინარეობს სხდომა და აი ხა თქვენ ხედავთ რომ უკვე მანდატურებმა ადამიანები, რომლებიც მოსულები არიან იმისთვის, რომ დაესწრონ ამ პროცესს, შეუშვეს მეორე დარბაზისკენ. თუმცა სავარაუდოდ როგორც უკვე გითხარით, ადამიანების ეს რაოდენობა ვერ შეძლებს ამ დარბაზში შესვლას. აქ არიან როგორც პოლიტიკოსები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობიდანაც, ასევე აქტივისტები არიან რიგითი ადამიანებიც, რომელსაც სურთ, რომ დაესწრონ დღევანდელ სხდომას. თქვენც ნახეთ უკვე და მაყურებელმაც ნახა, რომ ნიკამელია თავად არის უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მან გააკეთა გარკვეული განმარტებებიც უკვე მის მოლოდინებთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოში მოვიდა უკვე ნიკამელიას ინტერესების დამცველის გიორგი კონდახეშვილი რამდენიმე წამში შემოვა უკვე
სასამართლოს შენობაში და ჩვენ შევეცდებით, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ მისგან სამართლებრივი განმარტებები თავად საქმის შინაარსთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადად უკვე ცნობილია ადვოკატის პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. გიორგი კონდახიშვილი გაეცნო უკვე საქმის მასალებს და ეხლა არის ცოტა უკმაყოფილება ჩვენ მივიწიოთ. ერთ-ერთი დამსწრე არის ტრანსპარანტით მოსული და სავარაუდოდ მანდატური სამსახურის წარმომადგენლები მას არ აძლევენ საშუალებას, რომ შეიტანოს ხმამათა დარბაზში ამ ტრანსპარანტზე აწერა გაკეთებული სტოპ ბიძინა. და სავარაუდოდ მას არ აძლევენ საშუალებას, რომ ამ შინაარსის ტრანსპარანტი იქნეს შეტანილი სასამართლოს ხდომის დარბაზში. აი ასეთი ვითარება ახლა ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში მეორე დარბაზთან. ბატონ გიორგი. არა, დიდ დარბაზში ხო შეიძლება რომ გააკეთო რა არის? კარგი. ყვია არ დაგავიწყდა, ყვია. მივიდე და მოვალ. არის უთანხმოება პროცესზე დასრულება და მანდატური სამსახურის აი აქ არის გიორგი კონდახიშვილი. მოგესალმებით. რა მოლოდინი გაქვთ? მე მინდა გავაკეთო ძალიან მარტივი და კონკრეტული კომენტარი. დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი რომ დაწეროს ისტორია, დადეს პროცესის მიღმა, განახორციელოს მართლმსაჯულება სამართლიანი. უარი თქვას ნიკამელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი. და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან თვითონ. მიუმართავ სასამართლო კორპუსს. ეს არის შანსი, ეს არის უპრეცედენტო შანსი, რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს, აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის, რომ სამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან მეტ მაქვს, რომ მოსამართლე შეისმის 10,000-ობით ადამიანის ხმას. დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა. დღეს ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც სამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოებში. მადლობა. ერთსაც კითხავთ, რა პროკურატურა ამბობს, რომ საფრთხეებს შორის, რომელიც ფორმალურად არის ხოლმე შუამდგომლობებში, არის მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. აბსოლუტურად ნულოვანი საფრთხე არის. ყველაფერს ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა სასამართლოში, ჩვენს სიტყვაში მოსამართლეს მივაწვით მტკიცებულებებს, ასევე დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომელიცაც ვეცდებით, რომ მოსამართლე დავაწმუნოთ მის მოვალეობაში. ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება. მოსამართლის ობიექტურობის იმედი რამდენი? მე მაქვს იმის იმედი, რომ მოსამართლე შეიქმნეს საზოგადოების ხმას. დღეს არის აბსოლუტურად სხვა რეალობა. ეს არ არის ჩვეულები სასამართლო რიგითი პროცესი პოლიტიკოსის. დღეს არის რეალობა, როდესაც პოლიტიკური პროცესი მოსამართლეს შეუძლია გადმოიყვანოს სამართლებრივ ჩარჩოებში. აი ეს არის. ეს იყო გიორგი კონდახიშვილი, ნიკამელიას ინტერესების დამცველი და თქვენ ხედავთ რა ხდება ამ დროისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე სხდომათა დარბაზთან საკმაოდ ბევრი ადამიანი დარჩა. ისეთები, რომლებმაც ვერ შეძლეს ამ დროისთვის სასამართლოს სხდომის დარბაზში შესვლა, სავარაუდოდ უკვე დაახლოებით 30-მდე ადგილია ამ დარბაზში, თუ სწორად მახსოვს და სავარაუდოდ 30-ვე ადგილი ამ დროისთვის არის შევსებული და შესაბამისად ბევრ ადამიანს მათ შორის პოლიტიკოსებსაც. ბატონ ბაჩა, თქვენ ვერ შეხვედით? ვერა, სამწუხაროდ ძალიან პატარა დარბაზში ტარდება, რომ ამ ქალს არ ეძლევა საშუალება, რომ გაესწროს ხდომას, რა ვიცი. რა ხრიკი არ ვიცი, აგერ გვერდზე არის დარბაზი, სადაც 150 ადამიანისთვის არის განკუთვნილი და უბრალოდ არ ვიცი რა თუ ღირთ ამის გაკეთება, როცა არის ამდენი ადამიანი და შეიძლება ამ პროცესს დაესწრო, მით უმეტეს ეს პროცესი არის ღია. რა მოლოდინი გაქვთ? რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში უკვე სასამართლო? იცით რა, გუშინდელი დღის მერე, როდესაც ჩვენი მთავარი უწყება ქვეყნის პარლამენტი
90 დეპუტატი, როდესაც ესე მოიქცა, მე უკვე სიმართლე გითხრათ, არაფრის მოლოდინი არ მაქვს. აქ ცხადია, რომ არის პოლიტიკური პროცესი, ისევე როგორც ყველა გახმაურებული საქმე ამ ქვეყანაში, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მოლოდინი არ მაქვს. უბრალოდ მე მაინტერესებს კიდევ სანამდე შეიძლება ეს ყველაფერი დავიდეს და მინდა ეს ჩემი თვალით ნახო. თუმცა რა ვიცი, მოსამართლეს მართლაც აქვს შანსი, რომ ნამდვილად გააკეთოს არჩევანი და ქვეყანას არ მიაყენოს ზიანი, რასაც ქვია პოლიტიკური ერთი კიდევ პოლიტიკური გაწმენდა. ეს ყობაჩანა შენგელია, რომელიც როგორც მოისმინეთ, სურვილის მიუხედავად ასევე ვერ შევიდა სასამართლოს ხდომის დარბაზში. ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ ხდომის დარბაზში შესვლას და ვერ შევიდნენ, ამ დროისთვის იმყოფებიან სასამართლოს ფოიეში. რამდენიმე წამში თავად ნიკა მელიაც შემოვა სასამართლოს ხდომის დარბაზში და შემოვა სასამართლოს შენობაში და შევა ხდომის დარბაზში. აი ახლა ხედავთ საკმაოდ დიდია ინტერესი ამ ხდომის. დარბაზში ვიჭრა. მაინც შეჭრას მაჭი მომრალებენ და დარბაზში ხო შევიჭრავენ. Queen's უკვე ხედავთ, რომ ნიკა მელია შევიდა დარბაზში, სადაც დაიწყება უკვე პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სხდომა. ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი საქალაქო სასამართლოში და ბევრი ადამიანს სურს სხდომას დაესწროს, თუმცა პროცესი მეორე დარბაზში გაიმართება, რომელიც შედარებით მცირეა და შესაბამისად იქ ვერ შეძლებს ბევრი ადამიანი დაესწროს იქ მიმდინარე პროცესებს. ხედავთ, რომ უამრავი ადამიანია დარბაზთან შეკრებილი, მათი უკმაყოფილებაც სწორედ იმან გამოიწვია, რომ სხდომა გაიმართება მეორე, შედარებით მცირე ზომის დარბაზში და არა პირველ დარბაზში, სადაც შეიძლებოდა დატეულიყო უფრო მეტი ადამიანი. ისინი ეხლა შეკრებილები არიან დარბაზთან, სადაც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა.
პრაქტიკულად მთელი საქალაქო სასამართლოს შენობა სავსეა ადამიანებით, იქ იმყოფებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, იქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, აქტივისტები და ელოდებიან განხილვის დაწყებას. ბევრმა მათგანმა ვერ მოახერხა და ვერ ახერხებს დაესწროს პროცესს, ვინაიდან როგორც უკვე გითხარით, გამოიყო დღევანდელი დღისთვის გამოიყო მეორე დარბაზი შედარებით მცირე ზომის დარბაზი, რომელიც სავარაუდოდ დაახლოებით 30 ადამიანს იტევს. რა მტკიცებულებებით წაუყენეს ბრალი ნიკა მელიას, რა ჩვენებებია საქმის მასალებში, რას ედავება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს პროკურატურა და ვინ არიან მოწმეები, სოფო ზურაბიანი გვერდდება ამ თემით პირდაპირ ეთერში. სოფო, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხარ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ნიკა მელიას საქმეზე მოწმეები არიან ძირითადად პოლიციელები და ძირითადად კახეთის სხვადასხვა რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები, მათ შორის ერთ-ერთი მოწმე, მე გეტყვით ამ გარემოებასაც გახლავთ დავით კირკიტაძის საქმეშიც მოწმე და ეს გახლავთ ალექსი ბუიშვილი. ნიკა მელიას ადვოკატმა მიაწოდა გუშინ ეს ინფორმაცია კურიერს. ალექსი ბუიშვილის ცნობით, რომ ის მოწმეა ამ საქმეში, ის ამ ეტაპზე გახლავთ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების უფროსი და თავის ჩვენებაში ის განმარტავს, რომ 20 ივნისს თბილისში ჩამოვიყვანეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. თავდაპირველად ქაშვეთის მიმდებარედ განალაგეს, მოგვიანებით ის აიყვანეს პარლამენტის შენობის წინ. რაც შეეხება ნიკა მელიას ჩვენებას, ალექსი ბუიშვილი თავის ჩვენებაში იმაზე დაყრდნობით წერს, რაც მან ნიკა მელიამ პრინციპში საჯაროდ მიკროფონში თქვა, ოღონდ შეგიძლიათ ნახოთ, რას ამბობს ბუიშვილი თავის ჩვენებაში. პარლამენტის დეპუტატთაგან ერთ-ერთი იყო ნიკანორ მელია, რომელიც ხვებისგან განსხვავებით უფრო მეტად აქტიურობდა. კერძოდ მისი აქტიურობა გამოიხადა იმაში, რომ მიკროფონის მეშვეობით აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა ძალმომროვებითი საშუალებით გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც იცავდა წინა მხრიდან პარლამენტის ეზოს შესასვლელს. კიდევ ერთი ჩვენება, ასევე კახეთის პოლიციის სხვა თანამშრომელი ირაკლი შაიშმელაშვილია, საგარეჯოს პოლიციის დეტექტივი გამომძიებელი. 20 ივნისს თბილისში ისიც კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანებით ჩამოიყვანეს. ჩვენებაში ის წერს, რომ ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიდან იცნო ერთადერთი ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გამოსვლა პარლამენტის ეზოში, მშვიდობიანად შესვლის თაობაზე, მან აი ასე წაიკითხა და ასეთი ჩვენება მისცა. 22 საათსა და 30 წუთზე ნიკა მელია მიკროფონის საშუალებით იქ შეკრებილ ხალხს, მათ შორის ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ გადასულიყვნენ წინა რიგებში და ძალისმიერად შესულიყვნენ პარლამენტში. მან ხალხს უთხრა შემდეგი სიტყვები: ხალხო, ჩვენ ახლა რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ? ჩვენ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში. დავით ბარამიშვილი, ასევე კახეთის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის წარმომადგენელი, უფრო ზუსტად პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი. ნიკა მელიას მიერ აქციაზე წარმოთქმული სიტყვების განსხვავებული ინტერპრეტაცია მანაც შემოგთავაზა თავის ჩვენებაში. შეგიძლიათ მოისმინოთ, რას ამბობს ის. ნიკა მელიამ აიღო მიკროფონი ხელში და შეკრებილ ხალხს მოუწოდა, რომ ისინი უნდა შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში ყველანაირი გზით, გაერღვიათ პოლიციის კორდონი და დაეკავებინათ პარლამენტის შენობა. და ვაკე საბურთალოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, დეტექტივი ნიკა დემეტრაშვილის ჩვენებაც დევს ამ საქმეში. ირკვევა, რომ 20 ივნისს რუსთაველზე ისიც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. უკვე ნიკა მელიას საუბარი პარლამენტის გვერდით ჭიჭინაზის ქუჩის ჩასასვლელთან გავიგონეო, ამბობს ის და შეგიძლიათ მოისმინოთ, რას ამბობს. მე და ჩემი თანამშრომლები ვიდექით პარლამენტის შენობის მარჯვენა მხარეს, კერძოდ ჭიჭინაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, რა დროსაც გავიგონე ნიკა მელიას მოწოდება. უნდა შევიდეთ პარლამენტში, მეორე ვარდების რევოლუცია უნდა მოვაწყოთ. თუმცა მიკროფონში გაცილებით მოზომილი იყო, ხოლო მიკროფონს მიღმა მან არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით პარლამენტში შესვლისკენ.
და ადვოკატის ინფორმაციით ჩვენებებში მოწმეთ ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად არა პოლიციელი, არამედ სააგენტო ესპრესოს წარმომადგენელი ნათია ბერიძე, ბოდიში ეს პერსონას წარმომადგენელი ნათია ბერიძე, ეს გახლავთ კოკა ყანდიაშვილის სააგენტო და ის თავად გამოთქვამს სურვილს, მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ საკუთარი ინფორმაცია მიეწოდებია გამომძიებლებისთვის, ამბობდა, რომ ძალიან საინტერესო მასალა ჰქონდა და როგორც ირკვევა, სწორედ ყანდიაშვილის სააგენტოს წარმომადგენელი გახლავთ მთავარი ვიდეო მტკიცებულების ავტორი, კადრები პარლამენტის კიბეებთან, ოპოზიციის ლიდერების საუბარს ეხება და ასე განმარტავს თავად ნათია ბერიძე რა არის ამ ვიდეოში. რამდენიმე წუთში მათ თავიანთ თათბირზე გადაიფიქრეს 1 საათიანი ვადის მიცემა და მელიამ თქვა 10 წუთში შევიდეთო. მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო, რასაც ასევე დაეთანხმნენ უგულავა და ვაშაძე. ნაწილი შევარდეთ შიგნით, ხოლო მეორე ნაწილი გარეთ დარჩებაო. მე ამ დროს მივიწიე უფრო წინ და მელიას ვუთხარი. თქვენ ამბობთ, რომ ნაწილი ხალხის გარეთ დარჩეს. მათში ვის გულისხმობთ მეთქი, რაზეც მან პასუხი არ გამცა და მითხრა, მე უკვე ვთქვი მიკროფონში რაც სათქმელია და ყველაფერი გასაგებიაო. ის მიკროფონშიც და მიკროფონს გარეთაც იძახდა უნდა შევიდეთ პარლამენტში. მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო, თუმცა მიკროფონში გაცილებით მოზომილი იყო. ხოლო მიკროფონს მიღმა მან არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით პარლამენტში შესვლის. აი ეს არის ის ჩვენებები, რის საფუძველზეც დღეს პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას ითხოვს ჯგუფური ძალადობის საქმეზე. მადლობა სოფო ზურაბიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი ვუბრუნდებით ისევ საქალაქო სასამართლოს ეზო, სადაც შეკრებილები არიან უკვე ოპოზიციის წარმომადგენლები. მარიამ გაფრინდაშვილს ვთავთ პირდაპირ ეთერში. მარიამ. დიახ, კეთი, როგორც შენ აღნიშნე, საქალაქო სასამართლოს ეზოში დილიდან იკრიბებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ასევე ნიკა მელიას მხარდამჭერები, რამდენიმე წუთის წინ აქ მოვიდა პოლიციის დამატებითი ძალები, სავარაუდოდ უსაფრთხოების ომებიდან გამომდინარე, როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. პროცესი, როგორც იცით, იწყება ამ წუთებში. ძალიან ბევრ ადამიანს უნდოდა ამ პროცესზე დასწრება, თუმცა ეს ვერ მოხერხდა დარბაზის სიმცირის გამო. მათ შორის იყო ლევან სამუშიაც, რომელიც მათ გადმოინაცვლა უკვე სასამართლოს ეზოში. ბატონ ლევან, ფაქტიურად ამ საქმის მტკიცებულებებს უკვე საზოგადოება იცნობს, ხო, გუშინდელი პროკურორის განცხადებებიდან გამომდინარე. ადასტურებს თუ არა ეს მტკიცებულებები, გულისხმობ ვიდეო ჩანაწერებს, ასევე მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არიან საეჭვო მოწმეები, ადასტურებს თუ არა ეს ბრალდებას. ნუ პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს, ახლა მე საქმის მასალებს არ გავცნობივარ, მაგრამ ის რომ პოლიციელები და მათთან დაახლოებული ამ შემთხვევაში მიკერძოებული მოწმეები არიან ამ საქმეში მტკიცებულებებად წარმოდგენილი, ეს მე არ მიგვირს, იმიტომ რომ სხვანაირად საქმე ვერ შეიკერება, ხო? თუ საქმე უნდა შეიკეროს, აი ესე და ესე იკერებოდა საქმეები სულ. მე ვარ მაქვს 16 წლიანი საადვოკატო პრაქტიკა დაახლოების და ვიცი როგორც კერავენ საქმეს და როგორც იკერებოდა საქმეები და არაერთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში მიმიღია მონაწილეობა როგორც ადვოკატს და ეს ჩემთვის უცხო არ არის. უბრალოდ გუშინდელი ფაქტი იყო, ამაზრზენი ფაქტი, როდესაც ნუ არ ვიცი, საერთოდ პარლამენტარიზმი რო და საპარლამენტო რესპუბლიკაში ესეთი რაღაც მოხდა და მე ჩვენ გუშინ ვიხიდეთ 92 ჩეკისტი, რომლებსაც უბრალოდ აკლდათ შავი ლაბადები და მაუზერი. 92 შაშურკინი, 92 შაშურკინი, რომელიც შაშურკინი გახლავთ 37 წლის ჯალათი. აი შეიძლება ითქვათ უბრალოდ ხალხო მიაქციეთ ყურადღება, პროკურატურა მოვიდა პარლამენტში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 2 ფარატინა ფურცლით. არავის კითხვა არ გაჩენია, რომ რაღაცაში ეჭვი შეეტანა. პროკურატურა ხომ ხარია? თქვენ რა კითხვა? პროკურატურა. დათა იმ მტკიცებულებებიდან სად იყო მტკიცებულებები, მარიამ? რომელზეც საუბრობდა პროკურატურა. ხო, რაზე საუბრობდა? საერთოდ ვინმე ნახა რა მტკიცებულებები? მიმალვის საფრთხის შემთხვევაში იყო არგუმენტი, რომ ბევრჯერ აქვს. მაშინ მიმალვის საფრთხასთან დაკავშირებით იქ არ თქმულა ეს და ერთი რაღაცა მინდა თქვენ მაყურებელს უთხოვდა, თქვენც აგიხსნათ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ სასაცილოა, როდესაც გუშინ საღამომდე ნიკოლოზ მელიას არ ქონდა მოხსნილი იმუნიტეტი, მას შეეძლო ჩვეულებრივად გადაეკვეთა საზღვარი. თუ ის სადმე წასვლას ფიქრობდა, ვერავინ ვერ შეაკავებდა. სანამ იმუნიტეტი მოხსნილი არ ქონდა და სანამ პარლამენტი არ იმიჯალა, ხო? აი შეეძლო თავისუფლად გუშინ წინ გადაეკვეთა საზღვარი.
ხო, ანუ გამოდის რომ ეს ადამიანი ისედაც არაპირებს მიმოყოს, ხო, ეს მოხსნილი, ეს არის უბრალოდ შაბლონური ამ შემთხვევაში ჩანაწერი პროკურატურის და რასაც იყენებენ ხოლმე, ამის სიხმისეული კვლევა არც არასდროს არ ხდებოდა და არც ამ შემთხვევაში არ ხდება და რითი უნდა გაამყარონ? რა ვერაფრით ვერ გაამყარებენ, აქედან გამომდინარე, ხედავთ ამ ცირკს ახლა რაც ხდება საერთოდ დღეს ქვეყანაში და მთავარი არის რა? მთავარი არის რომ ჩვენ ვიყოთ ყველანი მშვიდად, ხელისუფლებას უნდა ჩვენი წყობიდან გამოყვანა, მაქსიმალური სიმშვიდე და მაქსიმალური სიმშვიდის ეშინია ივანიშვილს, ეშინია ქართულ ოცნებას. გუშინ ვნახე უბრალოდ განადგურებული ადამიანები პარლამენტში რო იდგნენ, შემეცოდნენ პირდაპირ გეუბნებით გარკვეულწილად. რა ადამიანები, ნებააყრილი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ავტომატებად იქცნენ, პულტებად გადაიქცნენ ეს ადამიანები და მადლობა მინდა უთხრა იმ პარლამენტის წევრებს ოცნებიდან, რომლებმაც უბრალოდ სწორი და მოქალაქეობრივი პოზიცია დაიკავეს. ეს ძალიან გმირობის ტოლფასია ეთყობა იმ ადამიანებს, რასაც უყურებდი იმადან გამომდინარე. ბატონ ლევან, რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან და თემურ გოგოხია, ეს არის მოსამართლე, რომელიც განიხილავს ახლა ამ საქმეს და ოპოზიცია აცხადებს, რომ ის არის ეგრეთ წოდებული ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის წევრი. თუ გაქვთ ინფორმაცია მასთან დაკავშირებით და რას ელოდებით? მე შემეძლია გითხრათ ერთი რამ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არა აქვს სახელმწიფოს მნიშვნელობა, ეს გადაწყვეტილება იქნება ნაგარნახევი ქართული ოცნებიდან. და უშუალოდ იძინა ივანიშვილი დამოუკიდებლად საქართველოში სასამართლოების სამწუხაროდ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ. აი შემიძლია გითხრათ დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით და უბრალოდ მინდა მივმართო აქ თქვენის ეთერით ქართულ ოცნებას, უბრალოდ ნუანგრევთ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ნუ სპორტ პირდაპირ გეუბნებით და ნუ მიათრევთ ქვეყანას ევრაზიულ კავშირში. რისი სურვილიც გაქვთ, თუ ვინმეს გონია, მარიამ რომ გავრილოვი ახლა შემთხვევით აღმოჩნდა ამ შემთხვევით. მე თქვენთან შემთხვევით გავარ. თქვენ მომიწვიეთ და იმიტომ მოვედი აქა, ხო? შემთხვევით ხო ვერ ჩაგერთვებოდით. აი ესე არის გავრილოვიც, ხო? მოიწვიეს, ფიანდაზებით დაუგეს და შეიყვანეს და დააბრძანეს პარლამენტის თავმჯდომარის სხამში. გეგმა მე შემიძლია გითხრა, გეგმა მხოლოდ უნდა იყოს მშვიდობა, მშვიდობიანი პროტესტი და მშვიდობიანი პროტესტის ეშინია ქართულ ოცნებას და ივანიშვილს. დიდი მადლობა, ეს იყო ლევან სამუშია, ასევე აქ იმყოფება მურთაზ ზოდელავა, რომელიც უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ბატონო მურთაზ, რა პოზიცია გაქვთ თქვენ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც წარუდგინეს ნიკამელიას, აი რამდენად ეს იყო ბრალი, გუშინ ბრალი, რომელსაც ხელი არ მოკიდა არც გენერალურმა პროკურორმა და არც ერთმა მისმა მოადგილემ. იმდენად შეკერილია, იმდენად ფალსიფიცირებულია, ყველაფერი ზედაპირზეა. როგორც გაირკვა კომიტეტმა, ისე დაიწყო მსჯელობა, რომ იმ საქმის მასალების 90% შემდგომ შეგროვდა. ანუ 11 საათის მერე არის გუშინ შეგროვილი საქმის მასალები, მტკიცებულებები, მათ შორის საქმესთან არაფერს შემთხვევაში ამყოფი დოკუმენტების, რომ თითქოს გაასახეს როგორც საქმის მასალა, ეს ყველაფერი მოგროვდა მას შემდეგ, რაც კომიტეტმა უკვე დაიწყო მსჯელობა პარლამენტში და ის რომ თვითონ მთავარი პროკურორი არ მოვიდა პარლამენტში, ნიშნავს იმას, რომ მთავარმა პროკურორმა კი არ დააპატიმრა, მანაც კი ანუ იმდენად აი როგორ გითხრათ რადიოაქტიული ანუ სამარცხვინო საქმეა ეს რომ ხელი არ მოკიდა და ბიძინამ დეპუტატებს დააპატიმრებია ადამიანი პროკურორმაც კი არ მოკიდა ხელი ამ საქმეს რეალურად ეს იყო და ყველაზე სამარცხვინო რაც იყო გუშინ ნახეთ ის რომ პროკურორმა უარი განაცხადა დაპატიმრებას და პარლამენტის წევრებს დეპუტატებს დააპატიმრებინა მათივე კოლეგა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი ჩანს და გამოჩნდება. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ საქმის საჯარო ობიექტური განხილვის შემთხვევაში ჩვენ ვინახავთ იმას რომ ამ საქმის შემთითქმელი პროკურორები და გამომძიებლები იქნებიან დასაპატიმრებლები ყველანი უკლებრივ იმდენად ნაკერია და იმდენად ეხლავე ჩანს ეს ყველაფერი. 6-ვე მოწმე რომელიც არის ანგაჟირებული. ფაქტიურად მოწმე ტყავთ მოყვანილი კოლექტიური შინაგან საქმეთა სამინისტრო. 5 მათგანი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური თანამშრომელი და ერთი არის ქართული ოცნების აქტივისტი, რომელზეც არის საუბრები, იმაზე საკავშირებულია სახელისუფლებო რაღაც უშიშროების სისტემასთან. აი ეს არის მოცემულობა, არანაირი სამხილი, არაფერი, ანუ ჩვენ გვეუბნებიან რომ უბრალოდ ვიჭერთ იმიტომ რომ გვინდა რომ ბიზნეს უნდა რომ დაიჭიროს და ყველაზე მთავარი კიდე ამას დაუბრუნდები. გუშინ ძალიან სამარცხვინო იყო. ესე ყველა კი არ წენია მაკანოში რომ დეპუტატის მიმართ ბრალის
განხორციელება პროცესი წარდგენა და მათ შორის რა თქმა უნდა სასამართლოში პარლამენტშივე წარმოდგენა მისი არის უშუალოდ გენერალური პროკურორის პირდაპირი ფუნქცია. და როდესაც გენერალური პროკურორი ხელს აწევს რაიმე დოკუმენტს, ეს არ ხდება შემთხვევით, მან უნდა წარმოადგინოს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თავად უნდა რა თქმა უნდა და მან ვერ გაბედა, იმიტომ რომ მან ყველაზე უკეთ იცის რამდენად არის გაყალბებული ეს საქმე, რომ ამ საქმეს უკან არაფერი მტკიცებულება არ არის. არანაირი სამხელი არ არსებობს. ზუსტად ის ყველაზე უკეთ თადუმაძე მიცის, ეხა იმალება ბუჩქებში, ისე მაინც ხო შეიძლება კომენტარი რამე თქვას ან არ ვიცი რაღაც წერილობით მაინც გამოეხმაუროს ამ ამბავს, არ მოვიდა, არ მოეკარა, იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ ფალსიფიცირებულია და მერე წამოვიდნენ და ქართული ოცნების დეპუტატებს დააბატიმრებიეს მათივე კოლეგა, ანუ პარლამენტი გააბახეს, მოდი პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი ამას. ბატონო მურთაზ, ამ შუამდგომლობაში საუბარია, რომ არსებობს ნიკამელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. ამით ასაბუთებს პროკურატურა მისთვის პატიმრობის მოთხოვნას ჯერ პარლამენტში იმუნიტეტის შეჭრა. პირდაპირ გეტყვით, რა არის ამ საქმის, როგორ გამოიძიეს ეს საქმე. ნახეს ფირი, ამ ფირის დათვალიერებისას იდენტიფიცირება გაუკეთეს იმ პოლიციელებს, რომლებიც იყვნენ მელიასთან ახლოს. აი უბრალოდ ესე 2 ან რამდენიმე ნაბიჯში და ეს ადამიანები მოაგროვეს. ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 20-მდე პოლიციელი მოაგროვეს და აქედან მხოლოდ 5-მა მოაწერა ხელი ამ ყალბჩვენებას და არჩენება უარი თქვეს და ეს არის ის ბაზა, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ ეს არის რაღაც გამოძიების მასალა, რომელიც არის საფუძველი, რომ მოქმედი პარლამენტის წევრი და პოლიტიკური ლიდერი გაიყვანო პოლიტიკური სიბრტყიდან. და კიდევ ვიმეორებ, თუ ამას აკეთებ, ეს უნდა გააკეთოს იმან, ვისაც ეს ევალება. და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის უფლება ჰქონდა, ეს იყო გენერალური პროკურორი და ევალებოდა ამის გაკეთება. მაგრამ ამ პროკურორმა თადუმაძემ ზუსტად იცის, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ამიტომ გუშინ არ მიეკარა ამ საქმის. გამოუშვეს, მისი არც ერთი მოადგილეც კი არ მიეკარა. გესმით, აი ვიღაც მესამე ხარისხოვანი, მეოთხე ხარისხოვანი თანამშრომელი გამოუშვეს და ეს ადამიანი რაღაცას ბლუყუნებდა, ყველას გვესმოდა, რაც ხდებოდა და შემდგომ ესე ხელი არის საუბარი იმაზე, რომ ბევრ დეპუტატს დაემუქრნენ და ბიზნეს პირადად მოუწია ვიღაცეების თვის შანტაჟის მესიჯების შეთქვა, რომ ეს მამათვე დააპატიმრებიეს. გესმით რაში ეს საქმე, ანუ არანაირი საქმე არ არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ამას ყველაფერს გამოავლენს და აჩვენებს და რას ელოდებით დღეს სასამართლოს? რას უნდა ელოდო ძალიან შეშინებული ადამიანისგან. ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან შეშინებული და ამაზე მეტყოლეს ბევრი რამე და მათ შორის ეს ამბავიც, ეს ცრუბრალდება და შეთითხნილი ბრალი, რომელიც წაუყენეს ნიკამელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ შეიძლება ესე მოექცე და ამ ფორმით თუ არ ხარ ძალიან შეშინებული და ის არის ძალიან, ამიტომ პროგნოზირება ჩემი აზრით მე არ შემილია, მაგრამ ის ვიცი ნამდვილად, რომ ეს საქმე იქნება ყველაზე სამარცხვინო საქმე საქართველოს ისტორიაში, ყველაზე სამარცხვინოდ შეკერილი. აი კიდევ ვიმეორებ, ისეთი შეკერილი და ისეთი სამარცხვინო, რომ თვითონ ის ადამიანი, ვისაც ევალებოდა, მანაც კი ხელი არ მოკიდა და ვერც ერთი თავისი მოადგილე ვერ დაიყოლია, რომ ამ მის ნაცვლად მაინც გამოეშვა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში გუშინ. დიდი მადლობა, ეს იყო მურთაზ ზოდელოვა. დღევანდელ პროცესზე ასევე იმყოფება ბაჩანა შენგელია. შეგახსენებთ, რომ ის არის ზუგდიდის ნომერ 6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის იაკ ერზაიას შვილი, რომელიც ასევე ამ ფაქტში დედის გარდაცვალებაში ადანაშაულებს პირადად გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა მინისტრს და იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც არჩევნებამდე ხორციელდებოდა იაკ ერზაიაზე. ბატონო ბაჩანა, თქვენ რა პოზიცია გაქვთ და როგორ აფასებთ პროცესებს, რომელიც ვითარდება ახლა აქ და ზოგადად? დიახ, პროცესებს ბუნებრივია ეს ყველაფერი რაც ხდება და რასაც ჩვენ უყურებთ ამ დღეების განმავლობაში, გუშინდელი ძალიან მძიმე დღის მერე, როდესაც პარლამენტში შედგა ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამარცხვინო დღე, როდესაც პარლამენტარებმა პრაქტიკულად პოლიტიკური განაჩენი გამოუტანეს ნიკამელიას და შესაბამისად მე ამას ამ ყველაფერს უყურებ როგორც პოლიტიკურ პროცესს. ეს ყველაფერი არის თავარი მიზნისკენ, ეს არის მიზანი, რომ იმ ღამეს 20 ივნისის ღამეს მშვიდობიანი აქცია მთავრობის მხრიდან და კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შერაცხული იყოს როგორც ძალადობრივი აქცია, ვინაიდან ამ ღამის გამო ნიკამელიას პასუხისგებაში მიცემა როგორც ძალადობის ორგანიზატორის ნიშნავს, რომ რეალურად იმ ღამეს ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. მე ვფიქრობ, რომ იმ ღამეს იქ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა და დღეს თუ ვინმე
ვინმე სასამართლო პროცესი უნდა იმართებოდეს, უნდა ემართებოდეს იმ მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი, რომელმაც გასცეს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ახალგაზრდების სახეში სროლის, თვალის ამოთხრის და მათი დასახიჩრების ბრძანება და ეს სასამართლო, როდესაც ესე ყისიერად იხილავს აი ამ პოლიტიკურ საქმეს, მე პირადად 7 თვეა, უკვე მე-7 თვე ხდება, როდესაც იაკერზაია საქმეზე არაერთი სარჩელი შევიტანე და უბრალოდ განხილვაზეც კი უარს ამბობენ და ჩვენთვის სამართლის ყველა კარი დახურულია და ყველა სამართალო დამცავი ორგანო არის დახურული და როდესაც მათ ჭირდებათ მთელი პარლამენტი, მთელი სასამართლო და მთელი სამართალდამცავი უწყება დაირაზმება იმისთვის, რომ მისცეს ადამიანი პასუხისგებაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და თუ კი ოდესმე პოლიტიკური პატიმრის ან პოლიტიკური პროცესის დეფინიცია დაგვჭირდება ჩვენ ქართულ ლექსიკონში, შეგვიძლია უბრალოდ მივანიშნოთ აი ამ დღევანდელ პროცესზე, რაც ახლა მიმდინარეობს სასამართლოში. თუმცა მე როგორც საქართველოს მოქალაქე გულის სიღრმეში მაინც იმედს დავიტოვებ, რომ მოსამართლე გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას დიდი სირცხვილისგან, რაც მას გუშინ პარლამენტმა მოუტანა და პატიმრობას არ შეუფარდებს საქართველოს პარლამენტის წევრს ნიკა მელიას. დიდი მადლობა, ეს იყო ბაჩანა შენგელია, ნიკა მაჭუტაძე იმყოფება ასევე დღეს საქალაქო სასამართლოში. ბატონ ნიკა, თქვენ რას ფიქრობთ? არის თუ არა ეს მცდელობა, ის რაც ხდება ახლა სასამართლოში, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გაანეიტრალოს პოლიტიკური ოპოზიციური კანდიდატები? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. უკანასკნელი დღეებია, ბოლო დღეებია უკვე საქართველოში ოფიციალურად აი დადასტურებულად ოფიციალურად უკვე დაიწყო და გაფორმდა უпростоრად ბოლშევიკური მართლობა, ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი, რომელიც გულისხმობს საქართველოს პარლამენტში კომუნისტური პარტიის, რუსეთის კომუნისტური ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაბრძანებას იმ სავარძელში, სადაც სულად გამსახურდა დაიზრდა და იმ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და შემდეგ უკვე ამას მოსდევს პარლამენტის სრული პიკეტირება უკვე ხელისუფლების მხრიდან და პარლამენტის წევრების ამ შენობიდან გამოდევნა და საქართველოს მოქალაქეების გამოდევნა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან და ამას ასაკურველია შემდეგ მოყვა სრულად უკანონო დარბევა, რომ გავიხსენოთ ეს ქრონოლოგია, დარბევა, რომელსაც შეიწირა ადამიანების ჯანმრთელობა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეს, ახალგაზრდების ჯანმრთელობას და ასე შემდეგ, ხო? და მოხდა სავსებით უკანონო ღონისძიებების გატარება ხელისუფლების მხრიდან, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ჩაბღაუჭებულია იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ჩაბღაუჭებულია სახელმწიფო ხელისუფლებას და რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებს, ეს არის საკუთარი პირადი კეთილდღეობა, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები და არა სახელმწიფოებრივი ამოცანების, სახელმწიფოებრივი ინტერესები, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები. და რაც ხდება ნიკა მელიასთან დაკავშირებით, თვითონ მეგობრებო, ეს არის დადასტურებული საჯარო ყოველას თვალწინ მიმდინარე ბოლშევიზმი, რომელიც თავის პოზიციებს ართმობს და რომელიც ძალმომრეობით, უკანონობით, დაკანონებული უკანონობითაც ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას საქართველოს საზოგადოებაზე, დემოკრატიულ საზოგადოებაზე და ქართულ ხალხზე, მის ნებაზე, მის სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ნებაზე. თუმცა ოპოზიციაც და საზოგადოებაც აგრძელებს ბრძოლას იმისათვის, რომ აღდგეს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირსება და შენარჩუნებული იქნას და დაცული იქნას ივანიშვილის რეჟიმისაგან და ასევე აგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ არ დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში ტოტალიტარიზმი, არ დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მართვა, არ დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში და არ გაიდგას ფესვები ივანიშვილის სრულად უსამართლო და სამარცხვინო რეჟიმმა. იმ რეჟიმმა, რომელმაც ბოლშევიკური ციფრებით, აი ბოლშევიკური მეთოდებით გუშინ ნიკა მელიას პარლამენტში გამოუტანა განაჩენი და რომელიც დღეს ცდილობს, რომ გამოიტანოს განაჩენი აი ამ სასამართლოში, რომელსაც ნდობას არ უცხადებს საერთოდ არავინ, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი, არც ერთი ასე ვთქვათ სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში არის და დასაკვირველია ასევე რაც უმთავრესია არ უცხადებს ნდობას თვითონ ქართველი ხალხი დაცლილია ნდობისაგან, დაცლილია ღირსებისაგან ეს პროცესი ხელისუფლების მიმართ დასაკვირველია უპირველეს ყოვლისა და ამ ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება. არ დაავიწყდება არასოდეს კადრი აი ამ ბოლშევიკური უმრავლესობის მიერ, ამ სამარცხვინო უმრავლესობის პირისპირ მხოლოდ ერთი კაცი ნიკა მელია მჯდარი პარლამენტის სასესიო დარბაზში, იმ დარბაზში ვიმეორებ, სადაც გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა და იმ დარბაზში, სადაც დასვეს გავრილოვი და ღირსება აღყარეს ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტს
საქართველოს პარლამენტს, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. ქართველი ხალხი და ქართული საზოგადოება იმის ქართული საზოგადოება, რომ არ დაუშვებს ამ ბოლშევიზმის ხელახალ აყვავებას და რესტავრაციას ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მაჭუტაძე, როგორც გითხარით, საქალაქო სასამართლოს ეზოში არის ბევრი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ისინი ელოდებიან პროცესის დასრულებას. მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენ სასამართლოს ისევ დაუბრუნდებით გადაცემის მსვლელობისას. სასამართლოში მისვლამდე ნიკა მელია ოჯახის წევრებს და შვილს გამოემშვიდობა მან სახლიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. დარწმუნებულია რომ დააკავებენ, რადგან მისი აზრით ქართული ოცნება სხვანაირად ვერ გაამართლებს გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. დავოდი, კარგად რა. კარგად, არ უნდა. კარგად, სანდრო. და აღჭი. რატო გაშო? მე? ა? რაში? წავედი. აბა. ნუ ხართ ესეთი სახეები და შემიძლია. ვინა ხართ. მალე მოდი. აი, გაბი. ბატონიკა, მანამდე ჩვენ ვთქვი რა მოგწინი გაქრა ვიზიჩავდი ვართ ჭირეს. მოხდება თქო რა თქვენ დაკავებთ. იცი რა არის? რომ არ დამაკავონ და რომ დამიჭირონ, როგორ უნდა გაამართლონ გუშინდელი დღე. გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ? გუშინდელი დღე როგორ უნდა გაამართლონ? ამიტომ სხვა გზა არ ექნებათ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ. ძალიან გაუჭირდებათ, არ არის მარტივი ამ ყოველფრის ფონზე, არ არის მარტივი იმ ყოველფრის შემდეგ დააკავო გავრილოვის, ასე თქვათ, შემოპარვის და მე ძალდატანებით პარლამენტის თავმჯდომარის სავარზეში ჩასმის გამო ვინმე საერთოდ, მით უფრო ეხა უნდათ არ უნდათ, ეხა პოლიტიკოს ამის გამო რო ვაკავებ, არ იქნება მათთვის ადვილი, ასე თქვათ, გადასახარში და ადოთ ვერ გამოძრებიან პოლიტიკურად. და თესავენ ქარს და ქარს როცა თესავ, ამბობენ მერე ქარიშხალს მოიმკიო რა. არ ვიცი ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში არ ამგონია რომ მე აპატიმრების შემთხვევაში ხა იქ ვიქნები შეზღუდული და ის 91 დეპუტატი იქნება თავისუფალი. აი ეს ნამდვილად არ ამგონია და მარტო ეს განცდა გამაძლებინებს ძალიან ადვილად იქ სადაც შეიძლება მოხდე რა ვიცი. სასამართლოს ხდომის დაწყებამდე მორიგი განმარტება გააკეთა ნიკა მელიას საქმეზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ გარემოებებზე თუ რატომ მიმართა ბრალდების მხარემ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურორის თქმით შუამდგომლობა დასაბუთებულია და მტკიცებულებებზე პროცესზე ისაუბრებენ უკვე დეტალურად. დღეს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით აღნიშნული შუამდგომლობა ჩვენს მიერ დასაბუთებული არის რამოდენიმე გარემოების გათვალისწინებით მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის ასევე მხედველობაში მიიღება ის გარემოება რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის ღონისძიება რომელიც მის მიმართ არის გამოყენებული დაარღვია ასევე მიუხედავად კანონის მიერი ვალდებულებისა გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენების გასაცნობად და ჩასაბარებად. რაც შეეხება დავასრულებ, რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეზე ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მათ შორის მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას რამდენად არსებობს
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი დღევანდელ ხდომაზე დეტალურად იქნება განხილული. თქვენ გექნება ამბობს, რომ მოწმეთა უმრავლესობა არიან პოლიციელები. რამდენად არის ეს ლოგიკური საფრთხე, რომ მელიამ შეიძლება პოლიციელებზე მოახდინოს ეს? კი ბატონო, საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები, როგორც გუშინაც აღვნიშნეთ, ჩვენ საქმეზე ბუნებრივია დაიკითხებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობას ღებულობდნენ, ასე ვთქვათ, იქ იმდინარე მოვლენებში. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, არამედ ის პირები, ვინც მისული იყვნენ მიტინგზე და წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ, მოქალაქეებს არასამართალდამცავი რატომ მეორდებიან მოწმეები კირკიტაძის და მელიას საქმეში? ერთ-ერთი უკვე დაასახელეს ალექსი ბუიშვილი, რომელიც მეორდება კირკიტაძის. რომელიც დაასახელდა გუშინ რეალურად არ მეორდება, რამდენადაც მე მაქვს აღნიშნული დამადასტურებელი ინფორმაცია, კირკიტა ეგრეთ წოდებულ კირკიტაძის საქმეში მისი მოწმედ დაკითხვა არ ყოფილა, ის არ წარმოადგენდა მოწმეს ამ საქმეში. თუ დაცვის ხარეს გააჩნია განსხვავებული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, იმედს ვიტოვებთ. მელიას საქმეზე ხომ არის ის დაკითხული, ახლა განმარტება ჩამორთმეულია. კი ბატონო, იმედს ვიტოვებთ, რომ დაცვის ხარე წარმოადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენ საკითხს, რაც იქნება განხილული აღკვეთის ღონისძიებაზე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ მოისმინოთ დღევანდელ ხდომას და შემდგომში ასევე ჩვენი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების გადასხმა საფრთხეს ხედავთ მელიას თავისუფლებას. მე ის საფრთხეები, რაც შუამდგომობაში ჩვენს მიერ არის მითითებული, დეტალურად თითოეულ საფრთხეზე იქნება სასამართლო ხდომაზე გაკეთებული ჩვენს მიერ განმარტებები და ჩვენი დასაბუთება იქნება წარმოდგენილი. ეს პროკურორის განმარტება იყო, ხდობა მიმდინარეობს, ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით.